ვალა, მოვედი ახალი ფორმატით. როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. შევიწინე ტელეფონი. ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ვინც დააფიქსირეთ თქვენი აზრი. საბლოგეროა გაკრას ძალიან მიხარია და მოკლედ ახალი ფორმატი წინ გავშალოთ. აქ მე მიყურებ, ნუ ეხლა ესე ახლო კადრი არ არის, მაგრამ რაღაცა ძალიან მომწონს. მე რაღაცებს მოვიფიქრებ ძალიან საინტერესოს და გავაზიარებ ძალიან მნიშვნელოვან ემოციებს და ყველაფერს. ეხლა კი ვნახოთ რა ჩქარობს უეჭველი. ამაზე იქნება ეხლა გაშლა. ცხრიანი კვერთხი. ცხრიანი კვერთხი, ანუ ადამიანი არტოვებს რაღაცა მის ჩვეულ კომფორტის ზონას ურთიერთობაში, რამ დააფრთხო ასე, ჩაკეტილია, გაუცხოებულია. მოკლედ თუ ვეღარ ცნობ ამ ადამიანს, ისე კარგად იქცეოდა, შეიძლება მთელი ცხოვრება სულაც ასე იქცეოდა, მაგრამ თუ მაინდა-მაინც ამ ბოლო პერიოდებში შეიცვალა, მოდი ვნახოთ, რატო არის ეს ადამიანი რაღაცა პასიური, რატომ არ მოქმედებს, რატომ აქვს ეს დისტანცია და რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ყურადღებისთვის, აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აი აქ ხედავ, რომ მოდის კომენტარები კიდე. რაღაცაშია საქმე. ესე იგი, აქ არის მინიშნება, რომ მე წაღმა პოზიციებზე არ უნდა გავშალო. ანუ მე ეხლა რა ვიცი? გადავჩეხავ და აი მეტნაირად არ გადავატრიალებ. ეს იქნება წაღმა უგუმა პოზიცია, რომელიც არის არაჩვეულებრივი და მოდი ვნახოთ, რატომ არის ეს ადამიანი პასიური, რატო შეიცვალა. რა ვიცი, ვნახოთ მისი მდგომარეობა ზოგადად კონკრეტულად თქვენთან ურთიერთობაში, მისი კონკრეტული მდგომარეობა თქვენთან ურთიერთობაში, მისი კონკრეტული მდგომარეობა თქვენთან ურთიერთობაში. კონკრეტული მდგომარეობა, ხედავთ? სიმართლე გითხრათ, თქვენთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ძალიან უცნაურია, რატო შეიძლება იქცეოდეს ასე უცნაურად, ხო? ალბათ თქვენს ხასიათში და თქვენს სიდიადეში აქვს პრობლემა. არ მინდოდა პრობლემა რომ მეთქვა, მაგრამ პრობლემა ვთქვი. პრობლემაა მისთვის ეს, ნახოთ, პრობლემაა ეს მისთვის. ანუ ვერ გაიგო საერთოდ შენ როგორი ადამიანი ხარ. ერთი მხრივ გაიგო, მეორე მხრივ ვერ გაიგო, იმიტომ რომ როგორი ხარ, იცი უკვე ძალიან დამიწებული, ძალიან სტაბილური ხარ, ძალიან შინაგანად ჩამოყალიბებული, გაზრდილი და სხვანაირი ხარ და შეიძლება ვერ დაგეწია ამ ადამიანმა. იმიტომ რომ აქ არის როგორი რაღაცა, იცი, სხვაობა თქვენ შორის უკვე. სხვაობა. ვერ გაჩავს შენთან ურთიერთობას. თორე შენში არანაირი პრობლემა არ არის, მე ვერ გებულობ საერთოდ რატო უნდა იყოს ქალი ძალაში. საერთოდ მე გეტყვით ერთ რამეს. შენ შეიძლება იყო ყველანაირად მაგარი, მაგრამ პრობლემა ვის ირჩევ? თუ შენ არის ძლიერი ან შენზე მეტად ძლიერია, მაშინ პრობლემა არ იქნება, მაგრამ შენზე დაბლა თუ დგას ეს ადამიანი და რაღაცებში გაჭედილია და ცოტა კომპლექსებიც აწუხებს, თავისთავად ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ ნახე, აქ არის შენი ხასიათი და შენი მიდგომა უნდა მართო. თორე ქალს შეუძლია როგორც მიიზიდოს, ასევე განიზიდოს. მე მაინტერესებს დავაზუსტო. შენ ამ მომენტისთვის ეს ადამიანი მიიზიდე თუ განიზიდე, იმიტომ რომ ძალიან მიზიდულობისიც ეშინია ბევრს. შენ ეს ადამიანი მაინც მიიზიდე თუ მიიზიდე? არა, განიზიდე. განიზიდე. რატო? რაღაცა მოხდა. ზედმეტი მოგივიდა? შეიძლება მოგივიდა რაღაც, რა ვიცი, შენი სიკაშკა, შენი ხასიათი, არ ვიცი, მოკლედ. ყველაფერს რასაც მევყვები, ახლოს უნდა იყოს შენთან, სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეგიძლია არ მომისმინო. მოკლედ ასეთი სიტუაცია. ეხლა მე ეს მაინტერესებს. ანუ რას ნიშნავს ეს შენი განზიდვა? რა დასკვნები გამოიტანე აქედან? ანუ ამიტომ ხარ ასე დისტანციურად პასიური? აი დისტანცია ვახსენ და მოვიდა განდეგილი, ხო? აქედან გამომდინარე მოხდა ყველაფერი.
მე აქ ვგრძნობ, რომ ადამიანს ჭირდება დრო და თქვენც ამ სიტუაციაში აუცილებლად ჭირდებათ დაფიქრება, სწორი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თუ გსურს ეს ადამიანი, შენ თუ გონია, რომ ეხლა ეს ადამიანი მაგალითად მე არ ვიზამ არაფერს და მან გააკეთოს, იმიტომ რომ ესეთი კარგი ვარ, კარგი რო ხარ, ამაში ეჭვი არაფერს არ ეპარება და თვითონაც ესე უყურებს, მაგრამ კალთებს არ დაგახევს, ზედმეტს არაფერს არ იზამს პირიქით. ანუ აქ შენ უნდა დაიხიო უკან რეალურად და პირიქით რაღაცა უფრო კი არ მინდა თქვა რომ გამარტივდე, მაგრამ გაუმარტივო შენთან ურთიერთობა. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. დაუშვათ, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მე ვთქვი. ამ შემთხვევაში მაინც მოდი ბოლომდე გავიგოთ რასიზმს. ჯერ გამიხარდა, მაგრამ რასიზმ, ღმერთო ჩემო. მაინც ადმახია ძაღლის თავი. მოკლედ, მე გეტყვით, რომ არ გამარტივდე. ანუ მე რასაც გეუბნებით, ყველაფერი იმის ხასიათიდან გამომდინარე და თქვენ და გადაწყვეტოთ, მე გამარტივდები თუ გართულდები თუ საერთოდ რასიზმ მაგასთან. არ გამარტივდე, იმიტომ რომ გამარტივდე, ნახე. მაინც არ გადაწყვეტ საკეთილდღეოდ არაფერს. რატომ გონია, რომ ადამიანს უნდა ყველაფერი დაასრულოს? ხო, რატომ უნდა დაასრულოს? რატო აქ ასე რაღაცა კატეგორიული, რაღაცა გულნატკენი ხარ? რაღაცა ისეთი გზომჩი, რომ რაღაცნაირად გულნატკენი ხარ? თუ რა გჭირს? არა, გულნატკენი არ არის. იცი როგორი სიტუაცია ვერ გაიგო, ბოლოს და ბოლოს შენთან უნდა თუ არ უნდა? ისიც არ უნდა, რომ შენთან იყოს, მაგრამ ისიც არ უნდა, რომ შენთან არ იყოს. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი goodbye. თქვენც ასე გირჩევთ რა მართლა. ძალიან ბევრს ფიქრობს. შენი გულწრფელი დამოკიდებულება მაინც აი გულის სიღრმეში ყველანაირი პრობლემა რომ მოიხსნას. აი რა არის შენი ამ გოგოს მიმართ დამოკიდებულება? საკმაოდ სასიამოვნო, მტკიცე, მყარი. უბრალოდ რა არის, არ მინდა გაგაღმერთო. ანუ იცი როგორ მომენტია, უნდა რომ შენი გვირგვინი ჩამოვარდეს. რაღაცა ნერვები ეშლება. ძალიან ეშლება ნერვები. შენზე ეშლება ნერვები ამ ადამიანს. თითქოს შენამდე ძამშვენივრად იყო და ახლა სულაც არ არის ესე მშვენივრად. რა გადაწყვეტილება მიიღე ასეთი, რომ ამან კიდე უფრო გაამწვავა ეს მდგომარეობა? ფრთხილად იყავით, არ დაგიტოვოთ იმის ილუზია, რომ თითქოს აგირჩევს, თითქოს ამისკენ მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ მე როგორც უყურებ აქ, ნორას უკაცრავად. გამოღვიძება ექნება მაინც ურთიერთობაში, რაღაც ეს აფეთქება, შემოთავაზება, ის, მაგრამ აქ არის მინიშნება, არ დაიჭირო. მაშინ მაინტერესებს, ახლა მე. მაშინ მაინტერესებს. რა უნდა დაიჭირო ამ ურთიერთობაში? კონკრეტულად მასში. რა უნდა დაიჭირო? რას გეკამათება, რას გიხსნის, ანუ ამ ადამიანს მისი სიმართლე აქვს. და არეული, ამის უნდა დაიჭირო, აირია, ანუ ეღოღი მოხდა, რაღაცა გაჭედა სისტემა. რას გიმტკიცებს? მოусმინე, ანუ ითხოვს მომისმინე. ნუ ალბათ დაიმსახურა რო არისმეთ, მაგრამ მოსმენა უნდა. ანუ ამაში შეგიძლია ენდო. ხუთიანი პენტაკლი, მაგრამ არც ერთი რო არისმინებით. აქ როგორ რაღაცა იცი? აქ მოვიდა ისეთი ურთიერთობა, ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ არ ვიცი რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რაც უფრო მეტად ეცდებით ერთმანეთის გაგებას, უფრო და უფრო მიხვდებით, რომ ერთმანეთს უნდა დაემშვიდობოთ და იცი რა, ერთმანეთს უსურვოთ კეთილდღეობა და მერე ნახავთ რა გამოვა აქედან, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი. იმიტომ იყო არეული და ცვიოდა ეს კარტები. იმიტომ იყო ხა იმის მაგივრად რომ ვარჯიშიდან დაღლილ მოვედი, წავიდი დავიძინო. რომელი საათია? ამ ხელზე საათი არ მიკეთე. რომელი საათია? ეხლა არის 10 არ დაწყებული და დაახლოებით ეს თუ არ ვცდები, ხო, ეგრეა.
თავარი რომ თქვენს მოგეშვათ და ასე ვთქვათ, მოშობილი მდგომარეობა ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. რა უნდა გააკეთო ამისთვის კონკრეტულად ამ ურთიერთობაში? რაღაცნაირად ეცადე, რომ დაიბრუნო შენი სიმშვიდე და ცოტა ნეიტრალურად შეხედო ამ ყველაფერს. მაგრამ არ გამწვაო რა, იცი რა არის, იცი როგორ გააკეთე. არც მიუშვა, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს, აი მაგალითად პოზიტიურ აზროვნებაზე მაქვს, ეს რაღაცა გაიღიმე, პოზიტიური იყავი, როგორ უნდა გაიღიმო, როცა პოზიტიურობას მივესალმები, მაგრამ როცა შენ გეტირება და ესე იცინი, ეს უკვე ისტერიკა არ შეიძლება. არ შეიძლება ვიღაცების მოსმენა რეალურად, იმიტომ რომ არც თლად მიუშვა ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე ნერვიულობა საერთოდ არ გს. ეხლა ეს არის ზედმეტი თავის ტკივილი. თუ კი რამეში თვლი რომ ზედმეტია, რასაც შენი თვალები უყურებს, რასაც შენი გული გრძნობს, ამას დაუჯერე, ამას მიენდე, მაგრამ არ ღერს წინას რაღაცა ზედმეტად ფიქრი. იმიტომ რომ აზრი არ აქვს აქ ფიქრს. მე მიხვდები, რომ ой, ტყუილად ვიფიქრე, რეალურად ტყუილა ვიფიქრე, ტყუილა ვინერვიულია, ესეთი ისა რა ქვია. სიტუაციონი. დაგილაგდება ყველაფერი თავში? როდის დალაგდება, იცი ყველაფერი? ბოლო-ბოლო თქვი რამე, აი რაღაცა რომ აი საქმე იმაში კი არ არის, რომ ეს ადამიანი გინდან რაღაცა დაბრუნდეს ისეთნაირად. თქვი, გინდა თუ არ გინდა, რაღაცა ისეთ გაურკვევლობას გაძლევს. მაშინ დალაგდები, როცა გაიგებ პასუხს, მაგრამ პასუხი როგორ იქნება, საერთოდ არ გაინტერესებს, ოღონდ იყოს პასუხი. აი მაშინ დალაგდები. სამწუხაროდ თქვენი თავში დალაგება ამის პასუხზეა დამოკიდებული, როგორ პასუხი იქნება, ხა კაი თუ ცუდი, ეს რა თქმა უნდა. მერე გამოჩნდება გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში შემიფასეთ ჩემი ახალი ფორმატი.